რიო-დე-ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადისთვის ქუთაისელი ძალოსანი რაულ ცილეკიძე აქტიურად ემზადება. სპორტის ამ სახეობაში ის საქართველოს ვაჟთა ნაკრებში იასპარეზებს. ყოველთვის იყო რაღაც მოვლენა ცხოვრებაში და დღეს სასწაული. როდესაც ჩადიხარ ოლიმპიადაზე და შედიხარ ოლიმპიურ სოფელში, შენ არ ზნო თავს შეჯიბზე, ხვდები რომ რაღაც ძალიან დიდი მასშტაბური ნაწილი ხარ. რიოს ოლიმპიადა ქუთაისელი სპორტსმენისთვის რიგით მესამე იქნება. ცილეკიძეს პირველი ნაბიჯი 2008 წელს პეკინის ოლიმპიადაზე ტრავმების გამო წარუმატებლად დამთავრდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ტრავმა და წარუმატებლობა არის დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა სპორტსმენისთვის, მაგრამ თუ გინდა გაიმარჯვა, უნდა ისწავლოს აგება, რა თქმა უნდა. სამაგიეროდ სპორტსმენი 2012 წელს ევროპის ჩემპიონატიდან ოქროს მედლით დაბრუნდა. სამბოს სპორტსმენზე ხარ, მთელი განვლილი წლები თვალწინ გადაგიბის და ხვდები რომ არ გიშრომე და არ გიწვალია ამავდროულად. დაგიფასახმეთ.